მიშა გამარჯობა, მოკლედ სტუმარ შეუთანხმდი. შესანიშნავია. ესე იგი დაგთანხმდა? კი, დამთანხმდა და თან იცი ვინ არის, იმ დღეს რო ვიხსენებდი, აი იმის შვილია. აუ, რა კარგია. ესე იგი ვიწყებთ. ჩათვალე რომ დავიწყებთ. ძველი ტელეფონი, ძველი ხმები, ძველი გემო, ძველი ფერი, ძველი სურნელი, ძველი ჰანგები და აწმყოზე მომართული ძველი რადიო. ყოველ შაბათს 11-დან 17 საათამდე ძველი რადიო ნინო მეუნარგიასა და მიხეილ ნიმინოშვილთან ერთად. ღია ეთერში დაგიბრუნდით მიშა და ნინო ძველი რადიო ძალიან საინტერესო სტუმართან ერთად ირაკლი ნადარეიშვილის პოეზია და პროზა. მოგესალმებით ბატონო ირაკლი, მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. მე რეგალია საქართველოს წერილთა შემოქმედებითი კავშირის წევრი, სამართლის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი. კი ბატონო. და არაჩვეულებრივი კრებულის, არაერთი კრებულის ავტორი. კი ბატონო, 3 კრებულის ავტორი და მეოთხე უნდა გამოიცეს. და მინდა ვთქვა, რომ მე აი სულ ცოტა ხნის წინ ვეზიარე თქვენს პოეზიას, ჩემთვის აღმოჩენა იყო. რატომღაც ახლა მოხდა ეს, თუმცა ჯობს გვიან ვიდრე არასდროსო და მართლაც არაჩვეულებრივი ლექსებია და როდესაც აი ხა თქვენი ლეგალიები აღნიშნა მიშამ და თან ძალიან საინტერესო პროფესიის წარმომადგენელი ხართ, ანუ თავისი შემოქმედება ადამიანს სხვადასხვა კუთხით დაგანახებს, ხო? და თქვენ დაგინახეთ რაღაცა სულ სხვა კუთხით, სულ სხვა თვალით, ძალიან ესეთი შეიძლება ითქვას, თან რომანტიული ადამიანი, პატრიოტი უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა. და თქვენი პოეზია, ამის დასტურია და არა მარტო პოეზია, რა თქმა უნდა, მაგრამ დღეს საუბრობთ უშუალოდ პოეზიაზე. ნებგვარი სტერეოტიპის არსებობს ესეთი, რომ აი ამ სფეროს მუშაკები ხო რატომღაც აი უფრო იურისტი ბრძანდებით თუ ესეთი ხისტი, რაღაცნაირად ძალიან მკაცრი, რაციონალური, კი არა ძალიან მოკლე პასუხები და ამ დროს ესეთი შესანიშნავი ლექსები. აი ესეთი სამყაროთი, შინაგანი სამყაროთი. ძალიან საინტერესოა მართლა, აი ორი თავსებადობა როგორ ხდება, აი ანუ ერთი პიროვნება ამ დროს. შესანიშნავი თავის პროფესიაში და არაჩვეულებრივი თავის თავსებადობა, ხო, ამ პროფესიას ერთმანეთში თავსებადობა თუ პროფესიულ დონეზე ავიღებ ცოტა უჭირს. მაგრამ სამყარო დაყოფილია დღედ და ღამედ. დღეს შეიძლება იმუშაო შენი პროფესიით, ხოლო ღამე დაუთმო უშუალოდ შენს ჰობს, გადაცემას, სულ მდგომარეობის გადმოცემას და ასე შემდეგ, ასე რომ ძირითადი ნაწარმოებები იქმნება უფრო ღამის საათებში. და შესაბამისად დღის საათები ეთმობა ჩემს პროფესიულ სამსახურს. კი ბატონო, და რაც შეეხება ირაკლი ნადარეიშვილს, პოეტს და პროზაიკოს, სანამ ეთერში შემოვიდოდით, მე დაგისვით კითხვა და თქვენ მიპასუხეთ, რომ ბავშვობიდან, ახალგაზრდობიდან წერდით, თუმცა ის ძველი ნაწერები აღარ არის შენახული, როგორც ახალგაზრდებს ჩვევიათ, გადაყრიან ხოლმე. თუმცა ძალიან საინტერესო ისტორია უძღვის წინ თქვენი პირველი კრებულის გამოცემას და თუ შეიძლება გვიამბეთ. კი ბატონო, ალბათ როგორც ყველა, პირველ რიგში ჩემთვის მე პოეტს არ უწოდებ, ეს მეტად საპასუხისმგებლო თქვენ აღნიშნეთ ლექს, მხოლოდ რო და მკითხველი მკითხველმა შეიძლება ეს გიწოდოს. უბრალოდ წერ იმას, რასაც გრძნობ, იმ მომენტში რა ემოციაც მაქვს, რა შტაბესტელების ქვეშაც ვარ და ასე. რაც შეეხება ისტორიას, ნამდვილად სკოლის ასაკიდან რაღაცას ჩემთვის ასე ვთქვა, წვალობდი. ასევე სტუდენტობის პერიოდში, თუმცა თითქმის არც ერთი მაშინდელი ნაწარმოები შენახული არ არის. რატომღაც, მაშინ არ ითვლებოდა, ასე ვთქვათ, ეს დარს ვთვლიდი თავს, რომ ბავშვი რამე უნდა შემენახა. შემდეგ მოხდა ისე, რომ ერთ-ერთ საეკლესიო დღესასწაულზე გადავწყვიტეთ სახლის კურთხევა და ჩემთან სტუმრად მოხდა ას განსვენებული მეუფე თადეოზი, რომელიც თავად იყო შესანიშნავი პოეტი, გარდა იმისა, რომ მეუფე გახლდათ და მეგობრებმა, ასე ვთქვათ, სუფრის, როგორც ხდება შემდეგ უკვე სუფრის სვლელობისას, მამხილეს ამ კუთხით, კარგი გაგებით და იმ პერიოდისთვის 3-4 ლექსი მქონდა შენახული და
მეუფის დაჟინებული თხოვნით გადავეცი მას და მას შემდეგ რაც გაეცნო, იქვე ასე ვთქვათ ამ ტრაპეზზე თხოვა რომ აღარ გადამეყარა და როდესაც დაგროვდებოდა საკმაურისი რაოდენობა გამოსაცემად აუცილებლად უნდა თხოვნა არ იყო ეს ფაქტიურად იყო მოთხოვნა. პირობა ჩამოგართვათ შეიძლება. ხო, დაახლოებით ასე იყო პირობა ჩამომართვა, თუმცა ეს პირობა მე მაშინვე ვერ შევასრულე, კიდევ რამდენიმე წელი გავიდა და დაახლოებით 10 წელი გავიდა. შემდეგ ერთ დღეს შევიტყვი რომ მეუფე გარდაიცვალა. და სწორედ ის მომენტი გამახსენდა და შესაბამისად გადავწყვიტე მიცემული პირობის შესრულება და პირველი კრებული 2019 წელს გამოიცა. ფაქტიურად სწორედ მეუფეს სიტყვებიდან და ჩამორთვეული პირობიდან გამომდინარე. მას მე უკვე აღარც დამიმალავს და უკვე გავსაჯაროვდი ასე ვთქვათ. კი ბატონო. და ძალიან კარგი. და აქვე უნდა აღნიშნოთ რომ 6 პრემიის მფლობელი ხართ, აქედან 5 პროზაში, ხო? დიახ. უფრო დაგვიკონკრეტოთ. ხო, ნუ ახლა სხვადასხვა ძალიან პრემიები, ანუ მას შემდეგ რა წერილთა კავშირში ასე ვთქვათ, გავწევრიანდი, გადავწყვიტე რომ მხოლოდ ის რომ შენ რაღაცას წერ მოგეწონება და შეინახავ, ეს შეიძლება ბევრს არაფერს არ ნიშნავს. ნუ მაშინ არც სოციალურ სივრცეში არ იტვირთებოდა ასე ვთქვათ ეს ლექსები, გარკვეული ბარიერს, გარკვეულ კომპლექსს და სტერეოტიპს მაინც ქმნიდა ჩემი პროფესია. და შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება რომ რამოდენიმე ლიტერატურულ კონკურსში მომესინჯა ასე ვთქვათ ძალები და უფრო საკუთარი თავის გამოცდა იყო. და ნუ მოხდა ისე რომ დავიწყე პროზის გადაგზავნით, მათ შორის წერილთა კავშირის მიერ გამოქვეყნებულ გამოცხადებულ კონკურსში ვარჯი მალაჯიაშვილის, დავით აღმაშენებლის, რევაზ ინანიშვილის, პრემია ივერის ლაურეატები და ხო, პოეზიაში რატომღაც მხოლოდ ერთი პრემია მაქვს და ერთი პრემიის მუხამად ჯავარიანის პოეტური მინიატურების ფინალისტი ვარ. ასაც ქვია ლაურეატი, თითქოს მაინც პროზაში მაქვს მიღებული ეს ლიტერატურული პრემიები. კი ბატონო, თუმცა რაც შეეხება პოეზიას და თქვენის ნებართვით, მე რო წავიკითხო ეს ლექსი იები და ასე მგონია რომ ჩემი ლექსია უნდა ვიჩუქო თქვენის ნებართვით თუ შეიძლება. არაერთხელ გითხოვს ნინო ბუდის ჩაგეჭრები, არაერთხელ გითხოვს რომ როდესაც სასიამოვნოდ მიდის ლექსი შენამდე სასიამოვნოდ ხდება სასიამოვნოდ და გონია რომ შენი დაწერილია და აი თქვენ ამბობთ რომ ლექს მწერია პოეტი არ, მაგრამ ნამდვილად ამაში არ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ თქვენი ლექსები ლექსების გადავალე თვალი ნამდვილად მეგონა რომ ჩემი დაწერილია ძალიან ბევრი პოეტი და თან არაჩვეულებრივი პოეტი. ამას ნამდვილად გულწრფელად წავიკითხავ თქვენის ნებართვით. იებს ნუ შემიცვლით სათფურის ვარდებით, სულ სხვა იერი აქვს ბუჩქის ძირს ამოსულს, სულ სხვა სინაზე და სულ სხვა სისპეტაკე, სულ სხვა სურნელი აქვს მიწიდან გარდმოსულს. განა რა ედრება იებზე დილის ნამს, ამ ლურჯი ხავერდის თვალების ნათებას, გასაფხულს მერცხლები უხდება ზეცაში, მიწაზე მინდვრების ის ფრათ ანთება იები, ქალწულებრ კტემით და დარცხვენით ბუნების პირმშო და სიცოცხლის თვალია, გრძნობების პირველად გამხელის მაცნე და სწორედ ის გოგოა, ახლა რომ ქალია, იები პირველი მიყვარს დამხლები, იები უსახსრო ყმაწვილთა ტალკვესი, იების კონებით ვინ მოთვლის რამდენი ღამეა ნათევი და ლექსი ნაკვესი, იებს ვერ შეგიცვლით სათფურის ვარდები, იებთან ყოველი ყვავილი ხუნდება, იები წმინდა, როგორც ის გრძნობები, იებთან ერთად რომ ბავშვობად ბრუნდება. ბრავო, საოცარი ლექსია, მართლაც და აი, მიშამ თქვა რომ გულამდე რომ მოდის ესე იგი იმ პოეზიას ნაზიარები ხართ. და რაც შეეხება ნახეთ თქვენს პოეზიას, ლირიკა, ასევე პატრიოტიზმი, ანუ ეს ყველაფერი დუხს თქვენში რა თქმა უნდა, ხო? იმიტომ რომ როგორც ამბობენ, ხო, როდესაც ლექსი იწერება, ეს არის სულის გამოძახილი. ხო, რაღაც შინაგანი მოთხოვნილება ჩდება, მაგრამ აი ამ სამ კრებულშია ჩაქსოვილი ეს ყველაფერი და ვემზადებით მეოთხე კრებულისთვის, ხო, აუცილებლად პრეზენტაციას დავესწრებით. კი, პრეზენტაცია ალბათ შედგება მაისში, ჩანიშნულია და იმედია მოესწრება იქამდე. კი ბატონო.
მე და ნინა ყოველთვის აღნიშნავთ ხოლმე რომ ერთი როდესაც ჩვენ ვკითხულობთ ამ მსახიობი კითხულობს, მაგრამ ავტორის წაკითხული მისივე ლექსი სხვა ინტონაციით ჟღერს ხოლმე და უფრო გულწრფელია და უფრო მისეულია. თქვენს ხომ არ დაგვიკითხავდით. შეამოვნებით მე შევარჩიე რამოდენიმე ლექსი, რომელსაც ასე ვთქვათ სოციალურ ქსელებში ყველაზე ბევრი გადაზიარება და მოწონება აქვს. უნდა ამის მიხედვით. ერთ-ერთი მათგანი არის ქართველი და ებრაელი ერების მეგობრობაზე, ლექსი ქვია შალომ. მაშინ როცა მიწა წყალი ყველგან ოხრად ეყარა, შენ აღთხეული მიწა გერგო, მე წილხვედრი ქვეყანა. ბევრჯერ ჩვენი წმენის გამო ტანჯვაცა შემოგვეყარა, შენ გოდების კედელი გაქვს, მე გოდების ქვეყანა. ერთნაირი ბედიღბალით, ერთნაირი ტკივილით, სალამს გეტყვი დაშენს შალომს შემაგებებ ღიმილით. გვდევნიდნენ და სარგებლობდნენ მუდამ ჩვენი სიმცირით გაუძელით. გადავრჩით და დღესაც ლაღა და ვიცინი და გამიყავი ერთდროს მაცა მეც მოგართვი ხმიადი. იმ დროიდან ვერ ჩამოწვა ორეს შორის წყვდიადი ერთმანეთის ჭირო ვარამზე არ ყოფილვართ ვდუმარი ძმად მოხვედი. ძმად მიგიღე ვერ დაგარქვი სტუმარი შენს დავიც ადიდებდი მე ჩემს დავიც ვაქებდი. შენ შვილს ცოტნეს ეძახოდი მე სოლომონს ვარქმევდი დაგენაცვლეს მიზახოდი. შემოგევლეს ეგეძახდი ქართველ ებრაელად გცნობდი და სხვა დღემდე ვერ გახდი ბევრჯერ. ჩვენი ძმობის გამო ტანჯვაც შემოგვეყარა, შენ გოდების კედელი გაქვს, მე გოდების ქვეყანა. ერთმანეთის გვადებს ვალად სიყვარულის ბეგარა. შენ აღთქმული მიწა გერგო, მე წილხვედრი ქვეყანა. ბრავო, მართლაც. ბრავო. საოცარია კი და მიშა აბსოლუტურად გეთანხმები, როცა ავტორი მომწონს ჩვენი გადაცემის ფორმატი, რომ აი ადამიანის სულ სხვა ფორმით წარმოჩდება ხოლმე. ნუ ეხლა ყველა გიცნობთ თქვენი პროფესიიდან გამომდინარე და დღეს აბსოლუტურად სხვა ირაკლი ნადარეშვილია ჩვენი მსმენელის წინაშე. აი ეს მართლა ძალიან კი ბატონო მიშა და აი შენ თქვი ეხლა სხვა ირაკლი ნადარეშვილიო და როდესაც აი ამას გეუბნებიან ეთანხმებით თუ არა აი ამ ფრაზას ნაწილობრივ ანუ ეთანხმებით თუ არა იმაში რომ ჩვენში ზოგადად ადამიანებში არ ვიცი შეიძლება ორი შეიძლება რამდენიმე ადამიანი ცხოვრობს და შესაძლებელია თუ არა ეს რამდენიმე ადამიანი ჰარმონიაში იყოს ერთმანეთთან ჰარმონიაში თუ არა ეს ორი და მეტი მე ამ კრებულსაც მე სწორედ საკუთარ თავთან ბრძოლის ამსახველი ყდის დიზაინით არის თეთრი და შავით შექმნილი თუ ორი ან მეტი ადამიანი ერთ ადამიანში იყრის თავს მათ შორის აუცილებლად ხდება კონფლიქტი და თუ ამ ორმა და მეტმა ჰარმონიას მიაღწიეს მაშინ ორი და მეტი ვეღარ იქნება ისე გაერთიანდება და ერთი იქნება ამდენად ალბათ მაინც კონფლიქტური ორი და მეტი ადამიანის ასე ვთქვათ ურთიერთ ჭიდილის შედეგად იქნება ის ნაწარმოებები რომლებიც წინ გიდევთ ახლა კი ბატონო და მაინტერესებს ორი უცნაური პასუხი კი დამაფიქრებელი კი ბატონო და მე მაინც ჰარმონიას მოველოდი იმათლა რო გითხრათ კი ბატონო მაგრამ ეს ცხოვრება ზოგადად კი ამიტომაც იქნება ეს ერთი კი ზოგადად ბედნიერების დროს ჰარმონიის დროს ნაკლებად იქნება კი სხვადასხვა ხშირად ეს ძალიან დიდი სიხარული უნდა იყოს ყველა პოეტი ამბობს ამას რომ ანუ ქარიშხალის და რაღაცა დიდი ტკივილი არა უბრალოდ აი რაღაცა დიდი ქარიშხალის არის შვება პოეზია თქვენთვის თქვენი პოეზია თავშესაფარია კი ბატონო თავშესაფარი კი ბატონო და ეს თავშესაფარი ალბათ ყველა ადამიანს სჭირდება ალბათ ზოგი რაში პოულობს ზოგი რაში ზოგს ჰობი აქვს სხვადასხვა ნუ ამ შემთხვევაში ჩემ შემთხვევაში ეს არ არის ჰობი ასე ვთქვათ ცოტა მეტი კი რა თქმა უნდა ეს არ არის ჰობი და სტუდიაში შემოსვლამდე კითხეთ და განმეორდები პოეზია ეხმარება თქვენ პროფესიას თქვენი პროფესია ეხმარება ავსებენ ერთმანეთს ვერ შევჯერდებით მაგ პასუხზე ეს აბსოლუტურად ორი სხვადასხვა რაღაცაა იქ სადაც სამსახურეობრივი პროფესია ქვია და სამსახურებრივი ყოველდღიური საქმიანობა ის ვერ დაემთხვევა პროფესია ყოველ შემთხვევაში პოეზიას თუმცა პოეზია
მეხმარება რომ იმ პროფესიაში შევინარჩუნო ადამიანური ნიშანთვისებები საოცარი პასუხია კი და შესაბამისად თქვენ რომ ახსენეთ ხისტის არბილებს გარკვეულწილად კი მართლაც საოცარი პასუხი ბატონ ირაკლი სიამოვნებით მოვისმენთ კიდევ ერთ ლექსს თქვენ საკითხულს ხო ნუ ახან მე ასე ვთქვათ პატრიოტული ლირიკას კი ბატონო კი წარმოგიდგენთ თქვენ შეგიძლიათ სასიყვარულო საცფიარო ლირიკა წაეკითხოთ ხალებს უხდება სასიყვარულო დედა დედოფალი ეს კეთევან წამებულზე იქნა შექმნილი ეს ლექსი და სხვათა შორის კეთევან წამებული საზოგადოება არსებობს ასეთი და ნაწილობრივ მათი თხოვნითაც მოხდა ამ ლექსის შექმნა საკმევლის სუნი დგას შირაზის სასახლეში დაძით შემოსილან კახთ მეფის დარბაზები ქალი დგას კიბეზე 64-ის ასასვლელში ძაღლივით აყმულდნენ სპარსული ავაზები ღმერთო აღმოხდება პადარე ამბროზიოს ნუ თუ ასეთია ყველა გურჯი ქალი ძალაც აღარ ყოფნის ჯვარი ამოსიოს ჯალაც უღიმოდა დედა დედოფალი გულზე შემოხიეს წმინდა საღამური მუელვარე შანთი მკერძი აშიშხინდა შვილო დაიძახებს ბაგე დაღარული თითქოს ჯალათიც კი წამით გაირინდა შემდეგ მოიარა შანთმა კიდურები ჯვარმა გაიბწყინა ქეთევანის ყელზე ღმერთო გადმოხედე საით იყურები ქალი კლავ შენ გიხმობს ლურსმნის სარეცელზე თითქოს ირანისცა თავზე ჩამოექცათ თითქოს მათ დაშანთეს გულიცა და თვალიც აქეთ პილიგრიმნი მოთქმით გოდებდნენ და იქით ქვითინებდა იმამ ყულიხანი პადრე ამბროზიოს ფიქრი აფეთებდა ან ვის შეადაროს ან ვის დაატოლოს დედა დედოფალი უფალს ავედრებდა თავის თელავსა და მუხრან საბატონოს კრუჩხვა მაიტანა ისპაჰანის ლომი ქალი ვერ დაზალა მისდა სასახელოდ თუკი ღმერთთან ქონდა ქალის სახით ომი როგორ დაეწალა მთელი საქართველო შირას საკმეველის სუნი მოეფინა ცხედარს შეყმოდნენ გულქვა ავაზები დედა დედოფალის სულის დასახვედრად უფალს მოეკაზმა ეცის დარბაზები საოცარი აი კადრებად გაიელვა ჩემ თვალწინ ისტორიამ და ამ ლექსში არის მთელი ისტორია ძალიან დიდი მადლობა არა არ გემშვიდობებით ამ ლექსისთვის დიდი მადლობა მართლაც აი სულ რაღაცა დამაჟრიალა ესეთი ლექსია აი ჩემს განცდას გიზიარებთ და როდესაც საუბარი სრული იყო აი ყველაფერი იყო და როგორი აბსოლუტურად გამომხატველი ყველაფრისა და ზოგადად პოეზიაზე როდის არის საუბარი და ბევრი პოეტისგან გაგვიგია რომ ანუ მუზაროდის მოვა კაცმა არ იცის რომ ანუ არის რომ შეიძლება ქუჩაში მიდიხარ და რაღაცა უცებ ფრაზა მოვიდა და რომ არ დაიკარგოს ეკარგებათ ხოლმე პოეტებს ფრაზები კი და ძალიან კარგი ფრაზები იკარგება და აი კარგი ფრაზა რომ არ დაგეკარგოთ თუნდაც დღის მანძილზე როდესაც სამსახურში ხართ აი მომენტში რას აკეთებთ შეიძლება არ იყოს ის დავუშვათ გარემო რომ ჩაინიშნოთ რაღაც ყოფილა მსგავსი დიახ, ეთანხმებით ყოფილა ეს ფრაზები რაღაც აგეკვიატებ. ხდება დღის მანძილზე რაიმე ალეგორიული შედარება. ანუ უბრალოდ რაღაც სურათი ქუჩაში მიდიხარ და რაღაცას ნახავ და რაღაც სიტყვებს ეძებ და უცებ რაღაცას დაარქმევ სახელს ასე ვიტყვი. ნუ თუ მაშინვე ჩაიწერ ხომ კარგი თუ დღის ბოლომდე მიყვება ცეპირად ესაც კარგი და ნუ თუ არა და ჩათვალეთ კარგებეთ. თუმცაღა ხო და აი მე იმ ჩანიშნულ თუ მოასწარით და მოინიშნეთ ის ფრაზა მე გაგრძელება მოყვება თუ და დარჩენილა ფრაზა მოყვება აი მინდა გითხრათ რომ რამოდენიმე ლექსი მაგალითად შეგვიძლია უშუალოდ სურათის მიხედვით ნახატი ტილოს მიხედვით აქვს შექმნილი როდესაც ვათვალიერებდი ნამუშევარს და თვითონ ერთ-ერთი მხატვრის ამუშევარმა მოიტანა ლექსი. ასეთი რამ ვერ დაგეკარგება. აი. იმიტომ რომ ტილოს ყოველთვის გადაავლებ თვალს და გაიხსენებ, მაგრამ აი ესეთი ყალებში ფრინავი ფრაზები იკარგება რა თქმა უნდა. ისე სხვათა შორის ჩვენ ყავდა მხატვრები, რომლებიც პირიქით ამბობდნენ, კარგი წაკითხული ლექსის შემდეგ იქნებოდა ძალიან რაღაცა აღმოფრენით სავსე კავშირშია რა თქმა უნდა და რაც შეეხება პროზას ისე მინდა მივუბრუნდეთ, ანუ თქვენი წერის მანერა, ანუ როგორ წერთ, რას წერთ? ნუ ძირითადად წერ სხვადასხვა დიალექტზე. როგორც დასავლეთ საქართველოს
კილოგავზე, ისე აღმოსავლურზე. ნუ თითქმის ყველა ნაწარმოების შეეხება პროზას თუ პოეზიას არის რეალური ისტორიები. აი ამაში შეიძლება დამეხმარა ჩემი პროფესია. ან უშუალოდ რაც მე გადამხდენია, ან ჩემს მეგობრს გადახდენია, ან უბრალოდ მსმენია ეს ისტორია. დიდი რაოდენობა, ან დიდი წილი ამ ნაწარმოებებისა, კიდე პროზაში, კიდე პოეზიაში, სწორედ იმ ემოციების შესაბამისად არის შექმნილი, რომელიც რეალური ისტორიებიდან მომდინარეობს. ნუ არის გარკვეული მცირე პროცენტი, რომელიც ფანტაზიის ნაყოფია. ნუ საფრთხილ ლირიკაში მაგალითად, მაგრამ თითქოს მაინც თავს გადახდენილი მოსმენელი ნანახი გაგონილი. რეალური ისტორიები. რეალური ისტორიები განსაკუთრებით პროზაში. ფაქტობრივად ცოცხალი სახეებია გმირები. მათ შორის პროზის მოთხრობების მთავარი გმირები დღესაც ჩემს ირგვლივ არიან. ძალიან კარგი და მეოთხე კრებულს რაც შეეხება, ანუ ეს იქნება პოეზია თუ პროზა? ორივე. ერთად. ხო, ნუ რატომღაც ასე გადავწყვიტე, რომ კრებულების გამოცემის დროს არ დამეყო. და დაუშვათ წლების მიხედვით შექმნილი ნაწარმოებები იყრის თავს, როგორც პროზა, ისე პოეზიის. ახლა თქვენს წინ რაც დევს ეს კრებულის, ეს კრებულის 100 აწყობილი, ნაწილი პროზა, ნაწილი პოეზია და შემდგომი კრებულიც ასეთი კომპლექტაციის იქნება ფაქტიურად. კი ბატონო, ძალიან მომწონს. მემეს მართლაც. ამით ყველაფერი ნათქვა. კი, ანუ ფაქტობრივად ის არის, რაც ჩვენ შეკითხვას დავსვით. ბატონო ირაკლიცით ასეთ შეკითხვა მინდა დავსვა, ანუ ამ ლექსებიდან ქონიათ შემოთავაზება, ანუ თქვენი Facebook გვერდი ძალიან ბევრი მნახველი ყავს, ძალიან პოპულარულია. არა, ნუ გაზიარებები ძალიან ბევრია. იყო შემოთავაზება, რომ დავუშვათ მელოდია შეექმნა თქვენ ლექსებზე. არის შექმნილი. არის, ხო, შექმნილია მართლა? კი, რამდენიმე სიმღერა აქვს. ორი აქვს, უფრო სწორედ, რამოდენიმე ლექსი აწყობილი, აჩიალავიძეს, ერთ-ერთ მათგანს 4 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. რას ლაპარაკობთ? და ჩვენ არ ვიცით. და ქვია წამოვიოცნებოთ იმ სიმღერას. წამოვიოცნებოთ ეს სიმღერა, ანუ ტექსტი თქვენია. ორი ლექსის კომბინაციით არის შექმნილი. ორი ლექსის საოცარია კი. მე დიდი ეჭვმაქვს, რომ ბატონ ირაკლის არაჩვეულური ხმა და მუსიკალური მონაცემებიც ექნება. სავარაუდოდ. ნუ ახლა ეს სუფრაზე მეგობრების რეჟი. შესაძლებელია. კი ბატონო, ხმის ტემბრი გაქვთ ისეთი და მე მგონი გვაქვს დრო კიდე რომ წავიკითხოთ. თვითონ რომ წაიკითხოს. წავიკითხო მე თუ შენ წაიკითხო. არა, მე არ წავიკითხავ, მე მიჩვენია რომ ვისი ამბობ, კი, თქვენ გისმენთ. თქვენ ის ნებართვით, ახლა შენ ხატავ? კი ბატონო. კი ბატონო. ახლა შენ ხატავ უხეო ტყეებს, მთას უფერდობოს უთოლო მყინვარს. ხატავ ქოხს, სადაც დაითვლი დღეებს და სადაც ვერმინ გიხილავს მტირალს. მოლბერძე თხაპნის სევდის ფერფერებს, წუხელ რომ ჰქონდა წარსული სიზმრებს, გრძნობს იმარტოვე ქოხის სარკმლიდან, როგორ მშვიდად და მაცდურად გიმზერს. ახლა შენ ხატავ ნისვრისფერ დღეებს, დღითი დღე უფრო ხშირად რომ გსტუმრობს, ხატავ მინდორზე უფოთლო ხეებს და სახურავს ემოდებულ სუროს. სახლდები შიგ და უეცრად ხვდები, რომ ფუნჩზე ტოვებს სულის ნაწილებს, შენ კი ამ ტილოსა ნაწილი ხდები, რომელსაც არ ვის გაუნაწილებ. აჯერებ თავს, რომ არავინ გინდა, რომ ეს სამყარო დახატე შენთვის და გზნობა ის, რაც არ გამოვლინდა მარტო სულობად ამ ნახატს ერთვის. გწამს სიმარტოვებს, რომ თავად მართავ და თავ შესაფარს ამ ქოხში ჰპოვებ, თუმცა კვლავ ფერად ყვავილებს ხატავ და ქოხის კარსაც შეღებულ სტოვებ. ფინალი არის, არ ველოდებოდი. იმედი არ კვდება მართლაც. მელოდიაც და აი ხატოვანებაც ყველაფერი თვალწინ წარმოგიდგება, საოცარია ბატონო. კი ბატონო, და ზოგადად თანამედროვე პოეზიასაც და პროზაზეც მინდა კითხოთ. ჩვენი მთავრობის წარმომადგენლები ვართ, რომლებიც ნაზიარები და არა მარტო ჩვენ, ქართულ პოეზიას, პროზას, რა თქმა უნდა, მსოფლიო პოეზიას ისე არ გადიოდა დღე და მე მგონი არ ვიძინებდით წიგნი რომელიც აგვეკითხა, ხო, მაშინ ინტერნეტ სივრცე არ არსებობდა და ვკითხულობდით. და აი რა სიტყვით, ნაკვები ვართ მოკლედ ამ პოეზიით და პროზით და დღევანდელობაზე რა სიტყვით თანამედროვე პოეტებზე. თქვენ როგორც როგორც მკითხველი რა სიტყვით. მკითხველის კლება სახეზეა.
ალბათ 21 საუკუნე მაღალ ტექნოლოგიებმა, ციფრულმა სივრცეem, ტელევიზია, რა ვიცი, ინტერნეტმა თავისი კვალი დაადო. წიგნის მომხმარებელმა მნიშვნელოვნად იკლო. ანუ თქვენ კლევას ჩაატარეთ, ხო? ამ კუთხით. პატარა კლევა მქონდა ჩაატარებული, ასე გამოკითხვის მეთოდოლოგიით. აღმოჩნდა, რომ წიგნის კითხველი არის 40+ თაობა. ნუ უფრო დაბალი თაობა ძირითადად ინტერნეტ სივრცის სოციალური ქსელების მეშვეობით თუ ეცნობა, მაგრამ ის აი თუნდაც უშუალოდ ჩემს Facebook ვერძე თუ დააკვირდებით მომხმარებლებს ამ კითხველს, ერთგულ კითხველს უწოდებ მას და კომენტარების მიხედვით ახალგაზრდა თაობა ნაკლებად არის. სამწუხაროდ ნუ ალბათ რომაც მოიტანა ეს ალბათ საბოლოო ჯამში წიგნის გამომცემლობა როგორც ბიზნესმა ვერ მოიკიდა ისე ფეხი, ვერ აეწყო ბიზნესის თანამედროვე მოთხოვნებს. რა თქმა უნდა, ბევრი გამომცემლობები არსებობს, რა თქმა უნდა, სულაგაური, ალიტრა, პარნასი და სხვაები, მაგრამ ტირაჟი, რაც შეეხება ტირაჟი, ძალიან, ბესტსელერი უნდა იყოს დაუშვა და ისედაც გაყიდვაში გაპიარებული, მაინც უცხოელი ავტორების ბესტსელერებია, რომელსაც ასევე გამომცემლობები აპიარებენ. თვითონ ქართველი წერილების კლასიკოსებზე არა მაქვს ამ შემთხვევაში საუბარი. ქართველი მწერლების გამოცემული წიგნები ალბათ ნაკლებად გაყიდვადი, ნაკლებად მოთხოვნადია და მათ ნაკლებად იცნობს ახალგაზრდა მკითხველი. კი ბატონო, თუმცა იყო პერიოდი, როდესაც საერთოდ მკითხველი მოშორდა წიგნს, მაგრამ ახლა ნელ-ნელა უბრუნდება თქვენ აბსოლუტურად გეთანხმებით იმაში, რომ ნუ აი კვლევად ჩატარებულია ხო, რომ 40 ზემოთ. თუმცა ახალგაზრდების ნაწილი მიუბრუნდა წიგნს და რაც თავარია, პოეზია და პროზა, ხო, ძალიან ბევრი ახალგაზრდა კარგი პოეტი გვყავს. კი ბატონო. არიან, ერთადაც ვიცნობ, ნუ ჩემს პატარა თაობას ასე რასაკობრივად სკვალიო გავავლოთ. არის რამოდენიმე კარგი წარმომადგენელი ნამდვილად შესანიშნავი ლექსები აქვს მაგრამ ცოტა მესმის რასაც ამბობთ დიახ ანუ მე ვადარებ პროცენტულად ამყველაფერს თუ როგორ არის მე შემიძლია დავასახელო კიდეც მაგრამ ხარისხიანი ჯობს რომ ხარისხია ხო მაგრამ იყოს ბევრი და ხარისხიანი ის რატომაც არა რა უშიშხოს და კიდევ სანამ კონკურენცია უნდა იყოს კონკურენცია ადვილია ბევრი ბატონელი აბსოლუტურად გეთანხმებით და კიდევ რაც კარგი პასუხი იყო და რაც შეეხება თქვენს ნაწარმოებებს პროზაც და პოეზიაც შესულია 21 საუკუნის პროზა გამოიცა ხო? კი ბატონო არის ასეთი ლიტერატურული ჯგუფი სოციალურ სივრცეში შეიქმნა ასეთი ჯგუფი ბატონი თემურას ცერცვაძე ხელმძღვანელობს ამას და მან აიღო იტვირთა ასე ვთქვათ თავის თავზე რომ პერიოდიკა შეექმნა 21 საუკუნის თანამედროვე პოეზიის და უკვე მესამე გამოცემა გამოსცა და შესაბამისად იქ შესაძლებელი არის ვნახოთ საკმაოდ ღირებული ან თქვენი პოეზია შესული ჩემი შესული არა მარტო ჩემი არა ვიცი თქვენი პოეზია პროზა არა პოეზია არა გამოსულია უკვე უშუალოდ ასე ქვია 21 საუკუნის ქართული პოეზია გამოცემულია 3 ანუ 3 ტომია გამოცემული ძალიან კარგი კი ბატონო და ბატონო ეკლი ჩვენთვის განკუთვნილი რომ ნელ-ნელა იწურება და ახლა ძალიან საინტერესო მოსაუბრე ხართ ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით და ძალიან მოუხდა თქვენი სტუმრობა ჩვენს გადაცემას ნამდვილად და თუ არ შეწუხდებით კიდევ ერთხელ რა ერთი ლექსი რომ საგვიკითხოთ თქვენ კი ბატონო მაშინ სათვალე კი დავასრულოთ რატომაც არა ხები ჩემი ხელით ავითალე დავალარეთ დასხმული ფოთიალით რადგან შენთან ერთად შემძლებოდა მაგაც სოდვილ მიწაზე ბოდიალი არადა ამბობდი მიყვარხარო ჩემს თავსა ფიცულობდი წარამარა გზნობის საუფლოში მიმყავხარო გზები რა ეშმაკმა გაგვიყარა ჩემი სუნთქვა ხარო მარწმუნებდი მუდამ სიახლოვეს ტრიალებდი ყველა სამალავში მე ნახულობდი მერე ჩემს კლავებში ფრთხიალებდი ხოდა განა ყველა ზღაპა რიგავს მხოლოდ კეთილი აქვს დასასრული ზოგჯერ გმირს მიჯნური რაშით მიხავს ზოგჯერ გმირი რჩება დაშაშრული მე ზღაპარში დავრჩი შენ მის მიღმა
ჩემგან რეალობას შეხიზნული გიმზერ ორაზროვნა და გიღიმი ვარ შენგან ერთაზროვნა და შერისხული ახლა ჩვენ ორ შორის კედელია გატეხილი ფიცით ნაშენები შენსგან რეალიზმის გრიგალია ჩემსკენ ოცნებების ნარჩენები ერთდროს ჩვენ სიყვარულს იფიცებდი მე შეცნობილ ტყუილს ვიგუებდი ვიცი რომ ვერაფრით იფიქრებდი მე თუ თავს საშენოდ ვიტყუებდი კმარა შემინდვია ჩემო თავო ტანჯე იარების მოკერებით ხოდა ხვალ დილიდან დავკავდები ფრთების ისე მხრებზე მოკერებით საოცარი მართლა ბრავო ძალიან კარგი და მადლობა თქვენ მოწვევისთვის არ მინდა რომ რამე უთქმელი დაგვჭეს თუმცა ბევრი რამ არის უთქმელი მით უმეტეს როდესაც პოეზიაზეა საუბარი და ბოლოს რას გვეტყვით და როგორ ნახვამდის გვეტყვით რა თქმა უნდა არ დაგვემშვიდობებით დამშვიდობებით არ დაგემშვიდობებით და უფრო სულს გამოვხატავდი და ვისურვებ და გისურვებდით რომ ამ ხის საკმაოდ მკაცრ და რეალიზმის გრიგალში მიმავალ საუკუნეში რაც შეიძლება მეტი რომანტიზმი, რაც შეიძლება მეტი პოეზია, მეტი სულიერი საზდო მიგეწოდებინოთ თქვენი მკითხველისათვის, თქვენი მსმენელისათვის, თქვენი მაყურებლისათვის და იმ ახალგაზრდა თაობისათვის, რომელიც არის ამ ქვეყნის მომავალი და ლიტერატურის გარეშე ალბათ გაუჭირდებათ ღირსეული მომავლის შექმნა. ძალიან დიდი მადლობა და ვერაფერს ვეღარ დავამატებ. უღრმესი მადლობა ირაკლი სადღეგრძელოსავით იყო ნათქვა ნამდვილად და ირაკლი ნადარიშვილი იყო ჩვენი სტუმარი. ასე რომ დროებით არ გემშვიდობებით, მალე დაგიბრუნდებით. უღრმესი მადლობა. დიდი მადლობა.